მოგესალმებით. მინდა ორ ნაწილად გავყვავოთ ეს სიფეთქე სახლის შეხვედრის თემა განვიხილოთ. წერდა ჟურნალისტები, მსოფლიო მედია წერდა, რომ თითქოს ეს იყო ზელენსკის დადგმული, ან მეორე ნაწილი წერდა, რომ ეს ტრამპის გუნდმა მოუწყო, ასე ვთქვათ, საქციელების ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ეს არის იმის პატრონები, რაც მოხდა ტექსასში. რომ პოლიტიკოსები მოყვანა ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე, როგორთაც არ აქვს არანაირი გამოცდილება, ან სახელმწიფოს შენების, ან მართვის, ან ზოგადად პოლიტიკური არის საკითხი. იმიტომ რომ ადამიანები მოუმზადებლები არიან და ასეთ შემთხვევაში ვერ იქცევიან შესაბამის ატმოსფეროში შესაბამის. ამის მაგალითი ჩვენ ნამდვილად ჰქონდა, სააკაშვილი იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი, როგორც ფსიქიკურად, ასევე გამოცდილებით და ქვეყანა ჩავდარს ჩავარდა, ხო, ტერიტორიები დავკარგეთ, სპექტრი ჰქონდა, გვაუმაბიტული სახელმწიფოსთან და ეხლა შესაძლოა მოიპარა არაზანის კონტეინერით, ხო, იგივე ახლა ზელენსკის არ აქვს არანაირი გამოცდილება პოლიტიკური მოღვაწეობის მით უმეტეს ესეთ დონეზე და შედეგად ფსიქოლოგიურად ამით წამებს ვერ გაუძლო იმ შეხვედრის დროს და მოხდა შელაპარაკება შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ხო? ის არის ნებისმიერ პოლიტიკოს საერთოდ შეიძლება იმისთვის არის და განსხვავებული პოლიტიკოსის არის, რომ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ქვეყანას შეუქმნას მაქსიმალური უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ხოლო ზელენსკის ეს ნაბიჯი ფაქტიურად ის რომ მან ვერ მოთხოვა დაუშვათ ემოციები ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პირდაპირ დაურყია ასე ვთქვათ სიფათი შეიქმნა საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ძალს, იმიტომ რომ შეერთებული შტატების რეაქცია დააყოვდა მათ შეერთებას ომში ყოფნისთვის ვერ არის მიწოდება. ამიტომ ყველა პოლიტიკოს მართლაც მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ხალხის სიმართლეზე. ეს არის მათი თავად არის თუ ამ განხილვებზე აკეთებენ, ისინი წავიდნენ აი უკეთესი საერთო ალგორითმი პოლიტიკა. ეხლა მეორე რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ხო, ანუ როგორც ჩანს უკრაინაში ბატონ ზელენსკი გაუქმეს, რომ ასე შეგვიძლია შეერთებული შტატების გარეშე ზოგის გაგრძელება და თუნდაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამერიკის სასამართლო უნდა იგრძნონ და მან შეარბილა, საპროტესტო არ მოხდა, მაგრამ წופილი გამოთქვა იმის გამო, რაც მოხდა გლობალურ ოფისში ტექსასში დღეს. ანუ საპროტესტო არ არის, მაგრამ წופილი გამოთქვა. და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით ის ზაქარი მიიღეს უდიდესი მოლაპარაკების მაგიდას და უკრაინის ბუნებრივი რესურსებით ასე ვთქვათ მოუწევს ხელი. ეხლა ორი საკითხი გამოგვივიდა ჩვენ, ერთი არის პირველი ბუნებრივი რესურსების შეთანხმება, ხო, პროექტი მეტალების ელემენტების შესახებ. ამ შეთანხმებას რატომ ითხოვს ტრამპი? ეხლა უკრაინაში არის გარკვეულწილად მახსოვს უკრაინის პრინცესა საფრთხე გამოაქვეყნა 26 საბადო სადაც ისეთი მეტალები, ისეთი ელემენტები არის. და ისინი გაუნაწილებელი იყო, მაგრამ ძირითადად ეს არის კიროვოგრადის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, მაგრამ ეს რაოდენობა რაც არის ფავორიტი არ არის რაღაცა განსაკუთრებული ინდუსტრიული ხასიათის. და მათი მოპოვება აზრდება ისე მოგესწრებთ უკრაინაში ახლა თეორიაში არის დაახლოებით 15 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსი, რასაც წერენ. აქედან 2/3 არის იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. არის რა თქმა უნდა ბერილიუმის საბადო მაგალითად
ჟიტომირის ოლქში არის ლითიუმის საბადო, კიროვოგრადში არის ურანი, ასევე კიროვოგრადში არის ტიტანი, მაგრამ ძირითადად ეს ტიტანის და მარიუპოლის აზოვის რის პერიმეტრზე განლაგებული მთავარი საბადოები. შესაბამისად ეს აქ უფრო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე უფრო არის საუბარი, პორტები, აეროპორტები, ენიგზა, ვიწა, ანუ ყველა ნებისმიერ რესურსს, მაგრამ უკრაინული მხარე ტრამპს ესე მარტივად ამაზე ხელს ვერ მოუწყობს რატომ? იმიტომ რომ 16 იანვარს უკრაინაში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტარნერი და ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ 100 წლიან შეთანხმებას უკრაინას, რომელიც არ გამოქვეყნებულა და რომელიც არ თხოვდა ყოველდღიური იქნება. დიდი ალბათობით უკრაინამ ეს ყველაფერი უკვე ესე იგი შეუნახა ბრიტანეთს. ამიტომ ტრამპი როცა ითხოვს, რომ 500 მილიარდის შეთანხმება მინდა, 350 მილიარდის შეთანხმება მინდა, ეს ზელენსკის კი არ ეუბნება პირველი შეეუბნება დიდი ბრიტანეთს, რომელმაც უკვე დაიბევა, ასე ვთქვათ, 4 დღის დაასრულა ტრამპის თეთრ წესრიგს და ხელი დაადო, ასე ვთქვათ, დაიბევა უკრაინის ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი. ანუ ეხლა მიდის ბრძოლა იმაზე, დარჩენილი უკრაინა, რუსეთიდან თავისუფალი უკრაინა, ხო არა ოკუპირებული უკრაინა, ვის კონტროლს ქვეშ ექნება და ვის ეკონომიკურ ინტერესებს შეემსახურება. ჩვენ უკვე მივეცილეთ იმას, რომ ანგელოზები საგარეო ურთიერთობებში არ არიან, სახელმწიფოების აკონტროლებული ხასიათის გამოირჩევიან, ფული და მოგება არის მთავარი პრიორიტეტი ხის შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში ასე ვთქვათ. ამიტომ ეხლა მიდის გარჩევა შეერთებული შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ვინ გააკონტროლებს პოსტ-კონფლიქტურ უკრაინის დარჩენილ ნაწილს. ну, აქ ახლა რაც შეეხება მშვიდობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ შეერთებული შტატები საკმაოდ რელიგიური ქვეყანაა. მე პირადად მიმუშავია კონსერვატორ ამერიკელებთან, ტრადიციონალისტ ამერიკელებთან, მათ ბიბლია იცნობენ. და ყოველდღე კითხულობენ ბიბლიას. ბევრი ესე ვთქვი. განსაკუთრებით სამხრეთის შტატებშია ესა, თუმცა სხვა შტატებშიც არის. ეს ტრადიცია არის და მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც აბსოლუტურად ყველა სასტუმროში შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა ევროპაში ყველა სასტუმროს ოთახში კიდევ ბიბლია. ეხლა ეს რა თქმა უნდა აღარ არის, იმიტომ რომ ლიბერალები რელიგიას დაუწყეს ბრძოლა, მაგრამ ტრამპი არის რელიგიური პრესება, ის არის პროტესტანტული რელიგიის ერთ-ერთი მიმართულება ევანგელისტური ეკლესია და ეკლესიის წევრი იყო. მისი გუნდიც ასევე რელიგიურია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ტრამპმა პრეზიდენტის კაბინეტის პირველი შრომა თორსა პრეზიდენტთა ვაჭრობის კომერციის მინისტრია, როგორც თავშეყრდნობები ისმენ და ეს ვერცია. ამიტომ ეს მშვიდობის თემა ტრამპისთვის არის რელიგიური თემა. იმიტომ რომ ბიბლიაში მათ ესახარება თავილებით მუხლი მეცხრე წერია ნეტარ იქნებიან მშვიდობის ყოფილნი, რამეთუ ისინი იწოდებიან ძეებად ღვთის. ანუ ეს არის ფაქტიურად რელიგიური მოწოდება, იესო თქვა ეს სახარებაში ასე წერია და თუ ტრამპის თვლის რომ მას საშუალება უნდა დაამთავროს, მშვიდობა ყოს, ის ამას შეეძლო. გამოვა არ გამოვა მეორე თემა, მაგრამ მისი მკავშირიდან რელიგიური განცდიდან ის ცდილობს რომ მშვიდობის ყოფილი იყოს. სხვათა შორის თუ შევხედავთ მაგალითად ღაზის სექტორს, რაც ხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ღაზა უბრალოდ იბომბებოდა, ხოლო ტრამპმა პრეზიდენტად გახდომამდეც კი მოახერხა და შეაფარხა რაღაცა ადამიანის ორი ფარე და პროექტის ხალხი დაიწყო ეს პროცესი გრძელდება. კი რა თქმა უნდა, მაგრამ ესკავატორები და ბომბები და რაღაცა შეერაღებული
აღარ არის. ეს ფაქტია, ანუ მშვიდობის ყოფილობა იქაც-იქაა. ასევე გავიხსენოთ მისი პირველი ვადა პრეზიდენტობის, ხო, 2016-2020 წელი, როდესაც საფრთხე ომიაზე უწია, ეს იყო ერთ-ერთი ისეთ საგანი ამერიკის პრეზიდენტისა, ისეთ ომიაზე უწია. და პირიქით იზახდა, რომ უნდა გავიყვანო ჯარები ავღანეთიდან. ამიტომ ის ამ მშვიდობას მართლა გულით ცდილობს, გამოუვა თუ არა მეორე საკითხი, იმიტომ რომ რთული კონფლიქტია, ძალიან რთული, მithumetes ორი მონათესავე ერთმანეთს ერთგვაროვანი დაუნდობელი ბრძოლა ხოლმე ბალკანეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ. და ფაქტიურად ეს არის ასევე ცივილიზაციური, კულტურული დაპირისპირება, იმიტომ რომ არის ტრადიციონალისტური უწევი, უფრო მეორე მხარეს არის ლიბერალიზმის, ნეოლიბერალიზმის უკრაინა. ესეც ამყავს და ამის გამო ევროპამ თავიდან პრეტენდენტი ჩართული ამ კონფლიქტში, მათი ჯარისკაცები იძულიანით, მართალიანად არაცხადებენ, მაგრამ იძულიან. თვითონ გადარიცხი არიან დასრულებული, მაგრამ 10,000-ობით თითოეული უკრაინაში მოხალისეების თვითონ ძა. თუმცა მსოფლიოდან კოლუმბიიდან არის ბევრი ევროპიდან. მოკლედ ტრამპი შეეცდება ამ კონფლიქტის გაჩერებას და ის ცდილობს, რომ აიძულოს ორივე მხარე, რომ დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს იარაღის მიწოდების შეჩერებაც სწორედ ამის სიგნალი. და რამაც უკვე შედეგი გამოიღო, ხო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ დავждებით მოლაპარაკების მაგიდასთან. და რუსების წინააღმდეგ სანქციებს ჯერჯერობით არ ახსნის, ესეც ზეწოლის ფორმაა, ხო, რომ აიძულოს, რომ დასხეს მოლაპარაკების მაგიდას. როგორც კეთილი ნება, შეიძლება რაღაც სანქციები რამდენიმე მოუხსნას ახალისების მიზნით. მაგრამ თვითონ ომის გაჩერება, რა თქმა უნდა, რთული იქნება. პირველი რუსეთმა ვერ მიაღწია ჯერჯერობით იმას, რაც ჰქონდა მიზნად, ხო, მთელი უკრაინის მთელი უკრაინის დაკავება, ან მინიმუმ მარცხენა სანაპიროს დაკავება. ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია. ამიტომ დასავლეთში, იცით როგორ უყურებენ, მათ უკრაინის 80% არ დაუთმეს რუსებს, ასე უყურებენ, ხო? რუსეთმა ვერ აიღო უკრაინის 80%. არის მეორე შეფასება უკრაინამ, რუსეთმა მოახერხა უკრაინის 20%-ის ოკუპაცია. ნუ ვის როგორ აწყობს იმის მიხედვით. მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას, ახლა ცუდი მშვიდობა ჯობია კარგ ომს. ახლა უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მძიმე ვითარება იქ. დიდი ნაწილი მილიონობით გასულია ქვეყნიდან. მამაკაცებს არ აქვთ ქვეყნის დატოვების უფლება, ვისაც რეზერვში ითვლება. ადამიანები ხოცებიან იქიდან აქედან, ხო, ნუ ეს მართლაც არ არის კარგი საქმე, საფრთხო საქმე. ამიტომ სამართლიანი მშვიდობა თუ მოხერხდება და ტრამპის მეშვეობით და ხელი მოეწერება, ეს არ იქნება ცუდი. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ვერც ერთი მხარე ვერ დარჩება შეთანხმებით კმაყოფილი. შეთანხმება ამას გულისხმობს, რომ ორივე მხარე კომპრომისს აკეთებს. მაგრამ ნახოთ, ეხლა მე ქრონოლოგიურად ველოდები, რომ სადღაც სექტემბრამდე ეს ყველაფერი მორჩება, შესაძლოა ხელმოწერამდე იყოს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება და უშუალოდ ზაფხულში, ან თუნდაც მანამდეც აღდგომის მიდამოებში. და სექტემბრისთვის ეს კონფლიქტი წესით უნდა დასრულდეს, როდესაც ვაკეთებ მე ანალიზს. ნუ შევხედოთ, ძალიან ბევრი ცვლადი ფაქტორია ამ კონფლიქტში, ამიტომ რთულია წინასწარ გაჭრედა.
ну პირველი ის რომ სააკაშვილის ეს ავანტურა 2008 წლის ომში ჩართვით როდესაც გარეთ შეკვეთით შეასრულა ეს დავალება და 5 დღეში გამოაცხადა კაპიტულაცია, ამან რა თქმა უნდა თავის შედეგები დადო, ხო? შეერთებული რუსეთმა მიიღო ის ყველაფერი ის რაც სურდა. დამატებით ოკუპაცია მოხდა ახალგორის რაიონის, კოდორის ხეობის, ჰქონდა მსხვერპლი ნგრევა და ითვლება რომ რუსეთმა მოიგო ეს ომი. სააკაშვილმა კაპიტულაციის დროში აფრიალა 5 დღეში გორში იფორტყა ასვალზე, სოფლიო კამერების თვალწინ, სოფლიო მედიის თვალწინ და მოაწერა ხელი აბსოლუტურად მიუღებელ სარკოზი მედვედევის შეთანხმებას, სადაც სხვათა შორის პროექტი იყო მუხლი, რომ აფხაზეთის და ცხინვალის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო საერთაშორისო ფორმატში, ხო, ჟენევის ფორმატით ორსტები. და სააკაშვილმა ეს ამოიღო, ამოაღებინა. და ამის შემდეგ რახან ამოაღებინა რუსეთმა ცნო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ამით მან შეასრულა უკვე სხვა დავალება, რომ შექმნა ისეთი ღრმა პრობლემა რუსეთ-საქართველოს შორის, ხო? ფაქტურად დაუთმო, ფაქტურად მისი გადაწყვეტილება იყო, რომ შექმნილიყო ამ დათმობით აფხაზეთი და ცხინვალი ისეთ პრობლემად, რომლის გარეშეც ვერ მოხერხდება ვერასდროს, რომლის გადაწყვეტის გარეშეც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ყოვლის მომცველი ნორმალიზება. აი ეს დაგვიტოვა მან და მართალი არის ამ თვალსაზრისით ბატონი ტრამპი ამერიკამ მაშინ ვერ დაიცვა საქართველოს, არც იყო სერიოზული მცდელობა პირდაპირ თქვათ, იყო რაღაც საჰაერო სივრცეში შემოსვლა სატვირთო თვითმფრინავის, ასევე შემოვიდა სამხედრო გემი, რომელმაც შემოიტანა წყალი და პამპერსი, მაგრამ ქმედითი დახმარება რა თქმა უნდა არ გქონია. ეხლა გვიპირებდნენ ხო მაგალითად ეს ბუში იყო ნეოკონი, ნეოკონსერვატორები, მაგრამ გლობალისტების ასე ვთქვათ გუნდის წევრი და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც გვიპირებდნენ რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაზეც იყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გარესამყაროდან, ხო, ეს ელჩები დარბოდნენ პრემიერებთან და თავდაცვის მინისტრებთან, მოთხოვნით რომ დავიწყოთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის მიმართულებით, აფხაზეთის მიმართულებით. რაზეც მიიღეს უარი და ამიტომაც გაბრაზდნენ. რას ქვია, მათი ინტერესების გამო ჩვენ არ ვიხოცებით და ბომბები არ გვწევთ თავში. ეს რა თქმა უნდა ქართულმა ხალხმა საკმაოდ მედგრად გაუძლო ამ ზეწოლას და ჩვენ დღეს გვაქვს გაცილებით მეტი სუვერენიტეტი, ვიდრე გქონდა თუნდაც 1 წლის წინ. და გაცილებით მეტი ვიდრე 2019 წელს, როცა შარლ მიშელის შეთანხმება, შარლ მიშელს დაუბრუნეთ უკან რბილად რო ვთქვათ. და ტრამპის პოზიცია საკავშირით მოლოდინი ტრამპის საქართველოს ეხლა უყურეთ ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები, ხო პირველი რაუნდი ჩატარდა საუდის არაბეთში, შემდეგ იყო სტამბულში კიდე სხვა შეხვედრა მათი, შემდეგ ჟენევაშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ დავაკვირდებით ეკონომიკური საკითხების დომინაცია ხდება, იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან მონაწილეობს პირდაპირ ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი დმიტრიევი. ტრამპის მხრიდანაც შესაბამისი ხალხია და როგორც სოლიდური გამოცემები წერენ უცხოეთში, ხდება იქ ბუნებრივი რესურსების ასე ვთქვათ, თაობაზე მოლაპარაკება არქტიკის ზონაში და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ამ თემებს ალაგებენ, მაგრამ ამ მოლაპარაკების ფორმატში რუსეთი აუცილებლად მოითხოვს თავისი საზღვრების გასწვრივ პერიმეტრის უსაფრთხოებას. რაც ნიშნავს ეს უსაფრთხოება, რომ ეს იყოს, რაც იყო მათი მოთხოვნა, ხო, მის წინ რაც გააჟღერეს ულტიმატუმის თუ მოთხოვნების სახით,
წარუდგენას ეს მთელს მსოფლიოს, მათ შორის დასავლეთს, რომ ეს არის მაგალითად უკრაინის უბლოკო სტატუსი, საქართველოს და უკრაინის ნატოში არ მიიღება და ნატოში ამის გადაწყვეტილება მკაფიოდ. აი ეს აუცილებლად იქნება განხილული, თუ უკვე განხილული არ არის. ამიტომ ჩვენი მომავალი, როგორც ჩანს, არის იდეალურ შემთხვევაში ეს არის სამხედრო ნეიტრალიტეტი. როდესაც არც ერთი სამხედრო დაჯგუფების და ბანაკის წევრი არ ვართ და ეს არც შედის ჩვენს ინტერესებში, ვინაიდან ნატოში წევრობა თავიდანვე არარეალისტური იყო. ეს იყო მხოლოდ იმიტომ წამოწყებული თემა, რომ რუსეთი გაეღიზიანებიათ და უკრაინაში, საქართველოში და საზღვისპირა ქვეყნებში შეექმნათ ისეთი ვითარება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები რუსეთის დასუსტების მიზნით, გაღიზიანების მიზნით, ესე იგი ყოფილიყო ეს ამბავი. იგივე ეხება ევროკავშირსაც. ევროკავშირი ყოველთვის გვატყუებდა, არასდროს არ აპირებდა ბრიუსელი ჩვენს მიღებას. ეს არის კლასიკური ყალბი ორიენტირი, ეს არის სპეცსამსახურების მოქმედების სტილი, როდესაც კოლონიაზაციას ახდენ რომელიმე სახელმწიფოს, შედიხარ შენ ყალბი ორიენტირი, ყალბ იდეას და სიმბოლოს აძლევ მიზანს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დააჯერო ამის სიმართლეში და ეს ენერგია ფუჭად გამოაყენებიო, თან ისე რომ დააპირისპირო ამ ხალხის მეორე ნაწილს. კლასიკურად რაც ხდება ჩვენთან მთელი ეს წლები. ამიტომ ეს თაღლითობა და αφიორა უნდა დავასრულოთ, არცად საქართველოს არ მიდის, ვჩებით სადაც ვართ და ვიყავით 3000 წელი და უფრო მეტი. ვართ კავკასიაში და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. არავის ჩვენი სიკეთე არ უნდა ჩვენს გარდა. და ბოლოს მინდა გითხრათ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველ მარტს გაიმართა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი გუნდა არის გამოცხადებული გამარჯვებულად. და საკუთარ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, იყო ნებზე სროლა და ასე ვითარება დაძაბული იყო. და არის ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეები მოხდა ინციდენტი. მინდა გთხოვოთ შეფასება ვითარების, რომელიც არის ოკუპირებულ აფხაზეთში და ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის პირობებში, როგორ შეიძლება რომ აი ამ ახალმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გავლენა მოახდინოს იქ არსებულ ვითარებაზე. აი რას ველოდებით პირველი ის, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არც ერთი განზომილებით არ არის, იმიტომ რომ აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა, მოსახლეობის ნახევარი ნახევრზე მეტი გამოძევებული, ქართველები ეთნიკური ნიშნად იქნენ გამოძევებული, ამიტომ ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს არ აქვს. ეხლა მეორე, გარდა ამისა 2003 წელს თებერვალში პუტინის შევარდნაძის შეთანხმებით გალის რაიონში დაბრუნდა 30000 ქართველი. ამ ადამიანებს ჯერ მიცეს აფხაზური პასპორტები და უფლება არჩევნებში მონაწილეობის, მერე ჩამოართვეს, ანუ რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს აპარტეიდულ რეჟიმთან, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. ეს ნიშნავს ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დაჭაგვრას, ხო? და წართვევას საარჩევნო ხმის. თუნდაც მათი განზომილებით, ახლა ჩვენთვის ეს მათი საარჩევნო პროცესი მთლიანად არალეგიტიმურია. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ რას, ახლა რომ აფხაზეთში არის დარჩენილი 60000 ეთნიკური აფხაზი. თვითონ წერენ 128000, რაც ტყუილია, ამდენი არ არიან. იქ არის ყველა ირიბი ინდიკატორით, მე გამოვთვალე რაოდენობა საერთოდ მოსახლეობის, საერთო ჯამში მოსახლეობა არ აღემატება 170000 ყველას ერთად. აქედან არის 42000 სომეხი, 45000 ქართველი, 60000 აფხაზი და დანარჩენი რუსები, უკრაინელები და სხვა ერის წარმომადგენლები. 60000 აფხაზიდან დაახლოებით 20000 ხმა მიცა, ვინც გაიმარჯვა იმას, ბადრი გაბუნიას, გადაკეთებული გვარი და სახელით ბადრა გუმბას. და 40000-მა მიცა ადგურ არწიმბას. ეს არის შემდგომი დესტაბილიზაციის მყარი საფუძველი, რომელიც აუცილებლად იქნება.
მეორე ბანაკი, ანუ ორი დაჯგუფება პირობითად, ხო, აღმოსავლეთის დაჯგუფება, რომელსაც პირობითად ოჩამჭირეს დაჯგუფებას ვეძახით, წარმოადგენს ბადრე გაბუნია, ბადრა გუმბა იგივე და მეორე ეს არის ადგურ არძემბა, ანუ გუდაუთის დაჯგუფება. სომხურმა ხმებმა იმის გამო, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას გალის რაიონის მოსახლეობას არ ჰქონდა ხმის უფლება, მაგრამ სოხუმელმა ქართველებმა, ვინც არის სოხუმში და სხვა რეგიონებში, ვისაც ჰქონდა ხმის უფლება, ასე ვთქვათ, მიცეს ხმა გუმბას და სომხურმა ხმებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ამიტომაც არის, რომ იმ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც გავრცელდა პირველი ტურის შემდეგ, სომხების პრეზიდენტს უწოდებს არძიმბას გუნდისგან ერთ-ერთი ბადრა გუმბას. ეს აუცილებლად მივა თავის პოემს თავის განვითარებას. რუსებმა გადაძალეს ახლა რუსებს ვინც უნდათ ის არჩევინეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების წინ, როცა მოხდა ეს მინი ფერადი რევოლუცია, სხვათა შორის ეს იყო გარედანაც ხარდაჭერილი ეს გადატრიალება, მათ შორის ევროპული ქვეყნების ნაწილიდან იყო თურქული ელემენტებიც იქ შენიშნული, მე არ ვიცი ახლა ეს ხელისუფლების მხრიდან იყო თუ რაღაც საინიციატივო ჯგუფები თვითონ ჩავიდნენ, მაგრამ მოკლედ ფაქტი ერთია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის ევროპის გეოპოლიტიკური პოზიცია ემყარება სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების შენარჩუნებას. ამიტომ ევროპიდან და უცხოეთიდან ჩვენ არ უნდა ველოდოთ არანაირ დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში წამყვანი ქვეყნებისგან. ეს მათ ინტერესებში არ შედის, ვინაიდან მათ ინტერესებში შედის, რომ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები არასდროს არ დალაგდეს და ამ კონფლიქტების არსებობით არასდროს არ დალაგდება ბოლომდე. ეს უნდა გვესმოდეს, მე იმედი მაქვს, რომ ამას რუსეთშიც მიხვდებიან და გაიგებენ. თავიდანვე ეს კონფლიქტი იყო დაკვეთილი გარედან, ვინაიდან იმ დროს დასავლური ძალები მუშაობდნენ აქტიურად და აკონტროლებდნენ ვითარებას მოსკოვში. ცუდია, რომ ბევრი რუსიც აყვა ამას მაშინ და საქართველოშიც მათ ჰქონდათ გავლენა შესაბამისად აფხაზეთში.